გმადლობთ, გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Innovation-ში. მე ვარ თქვენი წამყვანი ლიმ პლოხმაიერი და მადლობა რომ შემოგვიერთდით. პირველ რიგში ჩვენი მთავარი ამბები. თქვენ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ალერგიებს. ეს სტარტაპი სწრაფად ამოიცნობს საკვებში ალერგენებს, სანამ ჩვეულებრივი კვება სამედიცინო გადაუდებელ შემთხვევად გადაიქცევა. ეს უნდა ყოფილიყო სილიკონის ველი, სილიკონის ველის გარეთ, მაგრამ ამის ნაცვლად ერთმა ისრაელის პასპორტმა ტექნოლოგიური ოცნება საერთაშორისო სკანდალად აქცია და საზოგადოება იძულებული გახდა დაეტოვებინა ადგილი. ჩვენ ვესაუბრებით ისრაელელ მეწარმეს, რომელიც ამ ქარიშხლის ეპიცენტრშია. მოემზადეთ სანახაობისთვის, რადგან ჰუმანოიდი რობოტები მუშტებს უქნავენ ჩინეთის პირველ ხელოვნური ინტელექტის საბრძოლო ლიგაში. სოფლიოში დაახლოებით 220 მილიონი ადამიანი ცხოვრობს საკვების ალერგიით. სწრაფი საპირგლებზე წასვლა შეიძლება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი იყოს. ეხლა ახალი ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია იმედოვნებს, რომ ყოველი საპირგლებისას ვარაუდის საჭიროება მოხსნას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეხლა ჩემთან ერთად არის ალონ მეისონი. თქვენ ხართ Snack Pro AI-ის დამფუძნებელი. მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. დღეს დავიწყოთ ჩვენი პრეზენტაციით. გააქვთ 60 წამი თქვენი მოკლე წარდგენისთვის. როცა მზად იქნებით, გითხარით რაზეა თქვენი სტარტაპი. მადლობა ლინდა, ძალიან კარგი აქ ყოფნა. Snack Pro შეიქმნა იმიტომ, რომ ჩემს ქალიშვილ მელისას სიცოცხლისთვის საშიში საკვების ალერგიები აქვს. ყოველი კვების დროს ბევრი შფოთვა და სტრესი გვაქვს. და განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ ძალიან გვიყვარს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. როცა სუპერმარკეტიდან მისთვის რამის მიცემა გვინდა, ასევე ხშირად ძალიან რთულია გავიგოთ, შეიცავს თუ არა კონკრეტული საკვები, რომლის კიდევაც გვინდა. ალერგენს, რომელიც შეიძლება მასზე იმოქმედოს. ამიტომ შევქმნი Snack Pro, ეს არის აპლიკაცია ტელეფონზე, სადაც უბრალოდ უღებს სურათს ნებისმიერ პროდუქტს, ან საკვებს, მზა, ან შეფუთულ საპატს, რომელსაც გინდა და რამდენიმე წამში გეტყვის შეიცავს თუ არა ის ალერგენს, რომელიც ჩვენს პროფილში გაქვს მითითებული. My question is სოფლიოში 220 მილიონი ადამიანი იტანჯება საკვების ალერგიით. ხოლო აშშ-ში ეს მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. დაახლოებით 33 მილიონი ადამიანი. ამიტომ ეს აპლიკაცია შესაძლოა სიცოცხლის გადაჩენაში დაგვეხმაროს. ეს აპლიკაცია ასევე თავსებადია კონკრეტულ დიეტურ პრეფერენციებთან. ეს რომ ის არა მხოლოდ საკვებზე ალერგიებს აკონტროლებს, არამედ ვიყენებთ იმავე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რათა გამოვავლინოთ სხვა მახასიათებლების საკვებში, რომელთა კონტროლიც ადამიანებს შეიძლება სურდეთ. ასევე ვამოწმებთ კოშერულობას და მაღალ შაქრის შემცველობასაც, გაჯერებული ცხიმების მაღალი შემცველობა და სხვა საკვები ნივთიერებების პროფილები, რომლებიც შეიძლება გინდოდეთ აკონტროლოთ, მათ შორის გლუტენიც. ჩვენ ვაკონტროლებთ 10-ზე მეტ სხვადასხვა პროფილს. რათა ადამიანებს დავეხმაროთ, მოიხმარონ ის საკვები, რაც სურთ, რაც შეიძლება უსაფრთხო გზით. ანუ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს აპლიკაცია ასევე შეუძლია აკონტროლოს სხვა ტიპის საკვების ჯგუფებიც. როგორ ფიქრობთ, მომავალში სად წავა ეს აპლიკაცია? იქნება ის ასევე პერსონალური? შესაძლოა AI კვების ასისტენტიც? შეიძლება იყოს და ეს ჩვენი მიზნების ნაწილია. უკვე აქვს კალორიების დათვლის ფუნქცია, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს ყოველი კვების დროს, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი კალორიული მიზნები სწორად სრულდება. და სულ ეხლა ხან დავამატეთ ორსულობის რისკის პროფილიც. ასე რომ ორსულ ქალებს, რომლებსაც სურთ თავიდან აიცილონ მაღალი ვერცხლისწყლის შემცველი თევზი ან არაპასტერიზებული პროდუქტები და კიდევ რამდენიმე მაღალი რისკის საკვები, შეუძლიათ ეს გააკეთონ აპლიკაციის ორსულობის ფუნქციის საშუალებით. მაგრამ იდეალური მიზანია, რომ სიცოცხლისთვის საშიში საკვების ალერგიით დაავადებულმა ადამიანებმა გამოიტენონ აპლიკაცია შფოთვის შესამცირებლად. და პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, რომელიც მათ რეალურად აქვთ ყოველი კვების დროს. კარგად ჟღერს, ეს მართლაც საოცარი აპლიკაცია და დარწმუნებული ვარ, ძალიან ეხმარება თქვენს ქალიშვილსაც. ალონ მეისონი, Snack Pro AI-ის დამფუძნებელი. მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. დიდი მადლობა. ეხლა ხელოვნური ინტელექტი წერას, კოდირებას და სურათების შექმნასაც კი ახერხებს, მაგრამ შეუძლია თუ არა მას ხელოვნების შექმნაც. ახალი გამოფენა თელ-ავივში ამ კითხვას აყენებს ყურადღების ცენტრში და აერთიანებს დაახლოებით 20 ხელოვანს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ შემოქმედების ხელახალი განსაზღვრისთვის. მე E24 News-ის კორესპონდენტი, ჩვენი ფრანგული არხიდან, დეგორა ბენაიუნი. წავედი რომ ეს გამოფენა მენახა. გრანდიოზული გახსნა, იმერსიული საოჯახო გამოფენა. დიახ, მომავალი, ნიუ-იორკი. წავიდეთ. რა მოხდება თუ ხელოვნების მომავალი ტექნოლოგიით იწერება? აქ თელ-ავივის გულში თეთრი კედლები არ არის, მხოლოდ უსასრულო დინამიკური ეკრანებია. ჩანთრევი ატმოსფერო, სადაც ხელოვნება შეიძლება მოისმინო, დაინახო, შეეხო და სადაც ის ძლიერ გზავნილებს გადასცემს.
როცა მთხოვეს გამეკეთებინა გამოფენა არჩევანებზე. ჩემი აზრით, ციფრულ სამყაროში ჩვენ გვაქვს ბევრი არჩევანი, რომლებიც ჩვენს უკან კვალსტოვებს. ამიტომ ვიფიქრე, როგორ შეგვიძლია ციფრული ხელოვნება და ნამუშევარი გადავიტანოთ ისეთ რამეში, რაც უფრო ბავშვებისთვის იქნება, უფრო ჯადოსნურად გამოჩნდება, ხოლო ჩვენთვის, დიდებისთვის ეს იქნება ისე თითქოს ციფრულ სამყაროში კვალს ხედავთ. ამიტომ შევქმენი რაღაც, რაც მატრიცის წვიმას გავს. ბინარული კოდი წვიმასავით ცვივა. უბრალო კამერაც კი შეიძლება დაგაფიქროს. შეგიძლია საკუთარი თავი ნახო pixel art-ში კამერის საშუალებით, რომელსაც სიღრმის სენსორი აქვს. და ყოველი შენი მოძრაობა რეალურად კვალს ტოვებს. და თუ გადაწყვეტ რომ ერთი წამით გაჩერდე, უბრალოდ გაჩერდი და ნახე შენი ანარეკლი, ის სხვადასხვა სამყაროს აჩვენებს, როგორც რომ რაღაც სხვა გამოაშკარავდეს. შეგიძლია უბრალოდ იგრძნო და ისიამოვნო, მაგრამ თითქოს მის უკან დამალული გზავნილია. და შეგიძლია დაინახო, როცა მოძრაობა შეწყვეტ, გზავნილი თავს იჩენს. და შეგიძლია უბრალოდ გამოიკვლიო, როგორ ავლენს შენი მოძრაობა და არჩევანი. რაღაცას და ტოვებს კვალს. ვაუ. სინამდვილეში ეს არის ის, რაც მის უკან დგას. ეს გამოფენა ასევე შესაძლებლობაა, რომ დაუპირისპირდეთ გარკვეულ მსტარ წარმოდგენებს. ტექნოლოგიებში, ისევე როგორც ცხოვრებაში, საგნებს შეიძლება მეორე სიცოცხლე მივანიჭიჭოთ. და ჩვენც შეგვიძლია თავიდან შევქმნათ საკუთარი თავი, როგორც ბავშვების, ისე უფროსების სიხარულისთვის. მე ვამუშავებ ნივთებს ხელახლა. მე ვპოულობ ნივთებს. ეს ოდესღაც სამზარეულო. კარგი, მე ვპოულობ ნივთებს, რომლებიც ძირითადად ხისგან არის დამზადებული. მე ვბეჭდავ სამგანზომილებიან დეტალებს და ვაწყობ თამაშს. ინსპირაციას ვიღებ Instagram-იდან, ვიდეოებიდან და YouTube-იდან. უბრალოდ პოულობ იდეას და ვაწყობ მას. არ ვიცი როგორ იწდება ეს. მიზანი კი ვიცი. ხანდახან პროექტი ხან ერთ ხან მეორე მიმართულებით მიდის, მაგრამ მერე მაქვს თამაშები და ძალიან მსიამოვნებს, როცა ვუყურებ, როგორ თამაშობენ ჩემს თამაშებს. მე იაპ ნივთებს ყიდულობ AliExpress-დან. მე წერ კოდს ხელოვნური ინტელექტით. ძირითადად. და ეს არის ყველაფერი. უბრალოდ ქმნი თამაშებს. როგორც ყველა მიცის, კრეატიულობას საზღვრები არ აქვს. ავიდარი დიზაინის სტუდენტი თავის სადიპლომო პროექტში მუსიკას, ტექნოლოგიასა და რელიგიას აერთიანებს. მე რელიგიური ოჯახიდან ვარ და მოგვიანებით სეკულარული გავხდი. იუდაიზმის შესწავლისას დავინტერესდი კანტილაციის ნიშნებით, სიმბოლოებით, რომლებიც ბიბლიურ ტექსტში ჩნდება. ისინი მიუთითებენ თუ როგორ უნდა წაიკითხოს ტექსტი რიტმის, მელოდიისა და სინტაქსის თვალსაზრისით. გადავწყვიტე ეს ნიშნები გამოცდილებად გადამექცია. ჩვენ ავიღეთ ყველა კანტილაციის ნიშანი და ისინი დავამუშავეთ მელოდიად, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულდა. მე ოჯახი. შემდეგ ვიზუალური ასპექტისთვის შეგონება ვასილი კანდინსკის მეთოდიდან მივიღე. ის ისმენდა ხმებს და მათ ფორმებისა და ფერების გამოცდილებად გარდაქმნიდა. ჩვენ დავიწყეთ პირველი დიახწმენის მომავალი ომის დროს. და ეს იყო, იცით, როგორც სინათლე. სადაც ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენი მომავალი. და ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ იმას, რაც ხდება. პირველი მთავარი თემა იყო დრო. და ყველა ხელოვანთან ერთად ვისაუბრეთ, რა არის დრო ჩვენთვის, რა არის მომავალი, რა არის საწმყო. შეიძლება აწმყო უკვე მომავალია. და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. და ამჯერად მე ავირჩიე მთავარი თემა დისკუსიებისთვის და ხელოვნება. და ეს იყო შესაძლებლობების სივრცე. როგორ შეგვიძლია არჩევანის გაკეთება და საუკეთესო არჩევანები მიგვიყვანს ნათელ მომავალში. ადამიანების ერთად შეკრებაში დახმარება. სწორედ ეს არის დარის მიზანი. მინდოდა რელიგია პოზიტიურ ჭრილში წარმედგინა. ამჟამად ქვეყანაში ბევრი დაყოფაა. ეს ძველი დაყოფაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც რელიგიას ეწინააღმდეგებიან, ან უბრალოდ ბევრი არაფერი იციან მასზე. და მე მინდოდა რომ ეს უფრო ხელმისაწვდომი გამეხადა, რადგან უფრო ხშირად უკრავ დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მოგვეცა შესაძლებლობა დისტანციურად გვემუშავა. ერთად მოვუყაროთ თავი ყველა განსხვავებულ ასპექტს. ჩემი ცხოვრების მუსიკა, რელიგია, ფორმები და მოძრაობის დიზაინი, რომელიც ძალიან მიყვარს. და შევაერთო ისინი ერთ თანმიმდევრულ სისტემად, რომელიც მუშაობს. ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების იმიჯის განამიჯის განახლების გზა, რომელიც ახალ თაობას ხელოვანებს მომავალზე მტკიცედ ორიენტირებულად წარადგენს.
გამოფენა დაგრძელდება კიდევ მინიმუმ 2 კვირა, ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს, აქ თელ-ავივში. ასე რომ, თავად ნახეთ. თემის შეცვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ღირებულება 2030 წლისთვის თელ მსოფლიოში 1.3 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ასე რომ, 4 წელიწადში ეს რიცხვი გაორმაგდება. ისრაელი უნიკალურ მდგომარეობაშია, რომ ამ კრიზისს გაუმკლავდეს. ამ თემაზე სასაუბროთ ახლა ჩემთან ერთად არის წამყვანი wellness ექსპერტი დოქტორი ავრაჰამ გერერ-მაიერი. დიახ, ასეა, რთული სათქმელია. თქვენ ნეიროფსიქოლოგი და მკვლევარი ხართ, კლინიცისტი, პროფესორი და საერთაშორისო კავშირების დამამყარებელი. გმადლობთ, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. დიდი მადლობა. თქვენ აღმოაჩინეთ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის ახალი ტიპი, რომელსაც სოციალური პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა ეწოდება. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს? მას უკა ეწოდება. პირველი 100 ნიშნავს ცვალებადობას. სიტუაციის ცვალებადობა, გაურკვევლობა, სირთულე, მრავალმნიშვნელოვნება და ჰიპერკავშირი, ჰიპერკომუნიკაცია. და კოვიდის შემდეგ ეს გლობალურია და ხსნის, რატო იღვიძებენ ადამიანები უფრო დაღლილები, ვიდრე დაძინებისას იყვნენ. მათ არ შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. ისინი თავს კარგად არ გრძნობენ. მათ აქვთ შფოთვა ამ ელემენტების გამო. და ეს არის პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გლობალურად სოციალური პოსტტრაუმული სტრესული აშლილობაა, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ეს უფრო მწვავედ უვლინდება თუ შფოთვა უფრო დიდია. და ეს ერთმანეთს ერწყმის. ეს ხსნის, რატომ ვერ ბრუნდებიან ჯარისკაცები მშვიდობიან ცხოვრებაში. ისინი ომის შემდეგ ბრუნდებიან გარემოში, რომელიც ომის გარემოა. და სწორედ ამიტომ არის დღეს პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის მკურნალობა რთული. მაგრამ თქვენ გაქვთ მისი მკურნალობის გზა. მაგალითად, იმ ნიუთებით, რაც სტუდიაში მოიტანეთ. ჩვენ გვაქვს მისი მკურნალობის გზა. ასე შორს არ წავიდოდი. ჩვენ დახმარების საშუალება გვაქვს. ამ მომენტში ვერავინ იტყვის, რომ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ერთი ტექნოლოგიით ან ერთი პროტოკოლით. ამიტომ საჭიროა შევქნათ კოქტეილი და კონდეს კოგნიტური ჩარევა, რომ გავაუმჯობესოთ, ასე ვთქვათ, პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგიური ჩარევა. ამიტომ გავაკეთებთ ტვინის რუკას, ნახავთ ტვინის რომელი უბანი იღებს ან ვერ იღებს სწორ რაოდენობას ელექტროენერგიას და შემდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტებით შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს. მაგალითად, ეს ამას აყენებ თავის წინა და უკანა ნაწილზე და ის აგზავნის ფოტობიომოდულაციას წინა პრეფრონტალურ და უკანა უბნებში. ეს არის ხმა, ის ქმნის მარცხენა და მარჯვენა ყურში განსხვავებულ ხმას გამოსცემს. ეს ბინაურალურია და ეს აიძულებს თქვენს twins რომ იფიქროს რეგულირებაზე. და როცა ადამიანები ამას აკეთებენ, ისინი აღარ ფიქრობენ თავიანთ პრობლემას. ამიტომ ის ეხმეხმარება პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის მკურნალობას. ეს ჩვენ ვადებთ მუცელზე, რადგან სტრესსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას შორის კავშირი. ამიტომ ვადებთ აქ. ის ასევე ააქტიურებს ნერვულ სისტემას. ამაზე ვაგალურ ნერვს ვააქტიურებთ, რადგან ვაგალური ნერვი ძალიან მნიშვნელოვანია. ის სწორედ აქ არის. მაგრამ როცა ადამიანები ამას იღებენ, ისინი მაშინვე უფრო მშვიდდებიან. და თქვენ აპირებთ გახსნათ ჯანმრთელობის კლინიკების ქსელი ისრაელში. გითხარით ამის შესახებ. დიახ, მას ქვია ჯანსაღი დაბერება, რადგან დაბერების პრობლემა იწყება დაბადებამდე. თუ დედას აქვს შფოთვა ორსულობის დროს, იქნება შფოთვის გამოყოფა. შფოთვის ქიმიური ნივთიერებები და ეს იმოქმედებს ნაყოფის ნერვულ სისტემაზე თაობების განმავლობაში. მაგალითად, ეს აქ ამასაც ამშვიდებს. ჩვენ ვიწყებთ დაბადებამდე და ვაგრძელებთ სიკვდილამდე, რადგან საჭიროება ყოველთვის ერთნაირი არ არის. მაგრამ ეს ასევე მოიცავს ტვინის რუკირებას, როდესაც ვქმნით ტვინის რუკას. და ეს ძალიან ახალი ტექნოლოგიაა ხელოვნური ინტელექტით. და ეს ძალიან სასარგებლოა, რადგან შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, რაც კიბოს გამოვლენისას ხდებოდა მამოგრაფიის საშუალებით. შეგიძლიათ კიბო ძალიან ადრე აღმოაჩინოთ. შეგვიძლია ფსიქიკური დაავადება ძალიან ადრე აღმოვაჩინოთ. ამიტომ ჩვენ უჭერთ მხარს ამ ტიპის კონცეფციას. და ერთი ქვეყანა, რომელმაც უფრო ადრე აიტაცა ეს იდეა ვიდრე სხვებმა, იყო რუმინეთი. რუმინეთში ჩვენ მკურნალობთ 100,000-ზე მეტ ადამიანს.
და ეს ძალიან წარმატებულია. ამიტომ ჩვენ ვამყარებთ თანამშრომლობას რუმინეთსა და ისრაელს შორის და რაც ძალიან საინტერესოა, ჩვენ თანამშრომლობთ უნივერსიტეტებში, კვლევაში, კლინიკებში და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს შეთანხმება, ეს თანამშრომლობა სწრაფად იზრდება. რადგან არსებობს ქვეყნები, რომლებიც აბრაამის შეთანხმების ნაწილია და სხვა ქვეყნები ევროპაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონათილეობით. ასე რომ, შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ისრაელი ძლიერი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის დიპლომატიაში და ეს დაგვეხმარა ბევრ ქვეყანას მუშაობაში. მაშინ არ გქონდა ის პრობლემები, რაც დღეს, როგორც იცით, ისრაელს აქვს საერთაშორისო დონეზე. დიახ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს wellness დიპლომატია ასევე გავრცელდება ახლო აღმოსავლეთში და შესაძლოა გახდეს აბრაამის შეთანხმებების გაგრძელება. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავით. თქვენ ხართ wellness-ის წამყვანი ექსპერტი, დოქტორი ავრამ გიერარ-მაიერი. მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. დიდი მადლობა. ეხლა გადავიდეთ კიბერუსაფრთხოების სამყაროში. ერთი უბრალო ტექსტური შეტყობინება ეხლა მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა, რადგან ხელოვნური ინტელექტით გამაძლიერებული phishing თაღლითობები უფრო დამაჯერებელი და ხშირი ხდება. ახალი ისრაელის ინსტრუმენტი ადამიანებს საშუალებას აძლევს რამდენიმე დაწკაპუნებით უპასუხონ საფრთხეს. დეტალები ამ რეპორტაჟში. ბოლო 2 წლის განმავლობაში phishing თაღლითობები საგრძნობლად გაიზარდა. კალბი ტექსტური შეტყობინებების რაოდენობა 2500%-ით გაიზარდა და მსოფლიოში 15 მილიარდზე მეტი კიბერშეტევა დაფიქსირდა. ისრაელში, სადაც მოქალაქეები ხშირად ხდებიან დახვეწილი თაღლითილი თაღლითობების სამიზნეები, საფრთხე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. სამი მთავარი ქვეყანა, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა. პირველი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებია, მეორეა ინგლისი, მესამეა ისრაელი, მაგრამ ომის დროს ისრაელი პირველ ადგილზე გადავიდა. უმეტესობა თავდასხმებისა შეიძლება რუსეთიდან, ჩინეთიდან ან ახლო აღმოსავლეთიდან მოდიოდეს. თუ საუბარია სამოქალაქო პირებზე, მაგალითად, მასობრივ ბაზარზე, თავარი თავდასხმა ხდება SMS შეტყობინების საშუალებით. ისრაელში საშუალოდ ნებისმიერი ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი ყოველ კვირას იღებს 3 ასეთ შეტყობინებას. თითქმის 70%. ხალხი იღებს ამ ტექსტურ შეტყობინებებს, იმეილებს, ზოგჯერ ზარებსაც. ეს თავად მომხმარებლების მიერ არის დამტკიცებული და ისინი ზოგჯერ ბევრ ფულს კარგავენ. ეს შეიძლება 1 შეკელიდან დაიწყოს და 10,000 შეკელზე მეცაც კი გადააჭარბოს. ეხლა ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი საკრედიტო ბარათების კომპანია Max კიბერუსაფრთხოების ფირმას სივორთან გაერთიანდა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს. ერთად მათ წამოიწყეს პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საიტრო ტექსტური შეტყობინებების ან ელფოსტების შესახებ მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით აცნობს. ახლახან ვივიღე შეტყობინება SMS-ი ისრაელის პოსტიდან. სინამდვილეში მე მართლა გამოვიწერე ამანათი და აქ წერია, რომ მისი გამოსატანად დაახლოებით $40 უნდა გადავიხადო. ბმულზე დაკლიკების ნაცვლად მომხმარებლები უბრალოდ აკოპირებენ საიტრო შეტყობინებას პლატფორმაში. საიბორგის ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე წამში აანალიზებს მას, რათა დაადგინოს არის თუ არა ეს phishing-ის თაღლითობის ნაწილი. ეს ეხმარება ადამიანებს გამოავლინონ თაღლითური შეტყობინებები მანამდე, სანამ ისინი მსხვერპლი გახდებიან. თუ ვინმე უკვე გახდა თაღლითობის მსხვერპლი, სისწრაფე გადამწყვეტია. რაც უფრო მალე შეატყობინებენ თაღლითობის შესახებ, მით უკეთესია გადახდის შეჩერების შანსები. იმ წამს, როცა მიიღეთ SMS და შეხვედით Max-ის ვებგვერდზე, შეიყვანეთ ის და დაუშვათ, რომ ეს იყო მავნე. იმ მომენტში ის გადაეცემა ისრაელის კიბერ ინსტიტუტს, რომლებიც იციან როგორ შეაჩერონ ასეთი კამპანიები. Max-ის საით შეუძლია დაინახოს, რომ ამჟამად მიმდინარეობს კამპანია, ამიტომ მათ შეუძლიათ გააფრთხილონ როგორც საკუთარი თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. თუ მათ სურთ, მაშინ მათ შეუძლიათ გარკვეული ქმედებაც კი განახორციელონ, რომ ეს თავიანთი მხრიდან შეაჩერონ. ასე რომ ეს არის სამკუთხედი, რომელიც ყველაფერს ავტომატურად აკეთებს. და კიდევ ერთხელ მისი გამოყენება მართლაც ძალიან მარტივია. რადგან კიბერდამნაშავეები აგრძელებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას phishing თაღლითობების უფრო დამაჯერებლად შესაქმნელად. ესეთი ინსტრუმენტები შეიძლება გახდეს თავდაცვის აუცილებელი პირველი ხაზი. ასე რომ გადადით Max-ის ვებგვერდზე, რათა შეამოწმოთ ყველა საეჭვო შეტყობინება, არა მხოლოდ ისრაელში, არამედ სადაც უნდა იყოთ მსოფლიოში. გადავიდეთ ერთ გიჟურ ისტორიაზე. ეს უნდა ყოფილიყო სილიკონის ველი, სილიკონის ველის გარეთ, ტექნოლოგიური მეწარმე და Coinbase-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორი ბალაჯი სრინივასანი ფიქრობდა, რომ მალაიზიაში თავისი ამბიციური მომთაბარე საგანმანათლებლო საზოგადოებისათვის იდეალური ადგილი იპოვა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელ-ამერიკელი მეწარმე ტევილ რაჰმანი ტექნოლოგიურ საზოგადოებას შეუერთდა, ყველაფერი შეიცვალა. ტევილი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა თავისი ისრაელის მოქალაქეობის გამო. რამაც პროექტის სკანდალში გახვია და საბოლოოდ Network Schools გადატანა აიძულა. ასე რომ, მეტი ინფორმაციისთვის, ეხლა ჩემთან ერთად არის ისრაელ-ამერიკელი იუთუბერი ტევილ რაჰმანი. იგივე Nomad TV. Tevil, მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ. ეს მართლაც გიჟური ისტორია. გთხოვ, მომიყევი რა მოხდა.
მადლობა რომ მიმირე. დიახ, მალაიზიაში გავფრინდი რომ network school-ში ვიდეო გადამევალ. ეხლა ჩემი დედა, რომელიც ასევე ისრაელ-ამერიკელია, ორივე, მე ისრაელში დავიბადე, მან ალია გააკეთა. network school-ში გავფრინდით. მე შემოქმედი ვარ, მე YouTuber-ი ვარ. ამიტომ წავედი ვიდეოს გადასარევად იმის შესახებ თუ როგორ შევერთდი საზოგადოებას. ბევრ ვიდეოს ვაკეთებ. ჩემი ერთ-ერთი ვიდეო Brooklyn-ის Hasidus საზოგადოებაში იყო. ასე რომ როგორც კი ეს ვიდეო ავტვირთე, იმ მომენტისთვის უკვე მალაიზიიდან გასული ვიყავი, მაგრამ ვიდეოს ატვირთვიდან დაახლოებით 1 ან 2 კვირაში ვიღაცამ კომენტარი დამიწერა Instagram-ზე, ერთ-ერთ პოსტზე, რომელიც ამ ვიდეოსთვის ჰქონდა გაკეთებული. და მკითხა, ისრაელელი ვარ თუ არ. ეხლა ცადია მე ისრაელელი ვარ, მაგრამ ასევე მაქვს პოსტი ჰასიდური თემიდან. სადაც ჰასიდური ტანსაცმელი მაცვია. ასე რომ რთული იყო დამემალა ის ფაქტი, რომ ისრაელელი და ებრაელი ვარ. შემდეგ რაც მოხდა იყო ის, რომ მათ ფაქტობრივად გამოაკვეთნეს ჩემი ვიდეოს სკრინშოტები და თქვეს, რომ ისრაელელი იყო მალაიზიაში და ვიდეოს იღებდა network school-ზე. network school-ზე შეტევა, ისრაელელზე შეტევა და შეგიძლიათ ნახოთ ძალიან ლამაზი კომენტარები, რაც ამ ხალხისგან მივიღე, ძალიან ბოროტი კომენტარები, სადაც მეუბნებოდნენ, რომ წავიდე და იცით სიონისტი, ებრაელი და სხვა ესეთი სილამაზე. და საბოლოოდ ამან მალაიზიის ხელისუფლება აიძულა, რომ მისულიყვნენ network school-ში და შეემოწმებინათ იქ მყოფი ადამიანების პასპორტები, მას შემდეგ რაც მალაიზიაში ხალხისგან უკმაყოფილება გამოიწვია და ფაქტობრივად თავრობა აიძულეს რომ ემოქმედა. ესე რომ მათ ისრაელები ვერ იპოვეს. ჩემი გაგებით იქ ისრაელები არ იყვნენ, მაგრამ არ ვიცი გამოიყენეს თუ არა სხვა პასპორტი, რადგან აშკარაა მალაიზიაში შესასვლელად სხვა პასპორტი გჭირდება. მაგრამ ამან ბალაჯი network school-ის ფლობელი საბოლოოდ აიძულა რომ მიემართა და ეთხოვა ურთიერთგაგების მემორანდუმი, ანუ რაღაც შეთანხმება მალაიზიის თავრობასთან. საბოლოოდ მოკლედ რა ვთქვათ, იყო გარკვეული მიმოწერა. ბალაჯი ამბობს, რომ ის უკან წაიღებს თავის განცხადებას, მას სურდა კიდევ 120 მილიონი დოლარის ინვესტირება network school-ში, რომ გაიფართოებინა იგი და ფიქრობ ეს არ მოხდება. და მან ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას ყაზახეთის თავრობასთან, რომ იქ ახალი ლოკაცია გახსნას. ასე რომ გაურკვეველია გადააქვთ თუ არა ყველაფერი იქ, თუ დამატებით ახალს გახსნიან. ბევრი ჭორია გავრცელებული, მაგრამ ხო. და ბალაჯიმ, თავად ბალაჯიმ ან network school-მა რაიმე რეაგირება მოახდინეს. ესე რომ მათგან პირდაპირ პასუხი არ მიმიღია, მაგრამ შეგიძლიათ შეხვიდეთ მის Twitter-ზე და ნახოთ მისი რეაქცია. მან დაახლოებით 30 წუთიანი დიდი რეაქცია გამოაქვეყნა. და ის ფაქტობრივად საკუთარ თავს და იქ მყოფ ხალხს იცავს. ის ცნობილია როგორც ისრაელის მხარდამჭერი, არა ძალიან საჯაროდ, მაგრამ მას ყავს ისრაელი ინვესტორები და მათ იცოდნენ რომ იქ ვიდეოს ვიღებდი, ასე რომ ნება მომწეს ეს ვიდეო გადამეღო. ხო, ესე რომ ფიქრობთ რომ ახალი network school-ის ყაზახეთში იმოგზაურებთ რომ კიდევ ერთხელ სცადოთ? შეიძლება ნახავთ როგორ იქნება ეს. მალაიზიაში ნამდვილად დავბრუნდები, იქ როგორც ჩანს არ უყვარვარ. მაგრამ network school-ის დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ფიქრობდი რომ ეს შესანიშნავი პროექტი იყო და წინს რომ ამან ესეთი დიდი აურზაური გამოიწვია. ცხადია ეს არ იყო ჩემი მიზანი ჩემს ვიდეოებში. ვცდილობ ხალხი დავაკავშირო და ადამიანების კარგი მხარეები ვაჩვენო პოლიტიკისა და ამ ყველაფრის მიუხედავად. ესე რომ წინს რომ ამან ესეთი აურზაური გამოიწვია, მაგრამ შეიძლება ყაზახეთში წავიდე, ვინ იცის. სულ რახმანი, იგივე ნომეტევ, თქვენ ხართ YouTuber-ი და ისრაელ-ამერიკელი მეწარმე. მადლობა რომ დღეს თქვენი ისტორია გაგვიზიარეთ. დიდი მადლობა. ეხლა OpenAI უფრო ღრმად იდგამს ფესვებს ისრაელში. კომპანია, რომელიც ChatGPT-ს ქმნის, თავის პირველ ადგილობრივ ოფისს ხსნის ისრაელში და შედის ქვეყნის ძლიერ სტარტაპ ეკოსისტემაში, რადგან კორპორაციული AI სფეროში კონკურენცია ძლიერდება. და შემდეგი დიდი მიმართულება ჯანდაცვაა. OpenAI-მა აირჩია ისრაელის შება სამედიცინო ცენტრი, როგორც თავისი პირველი საავადმყოფო პარტნიორი აშშ-ს გარეთ. ექიმებს უზრუნველყოფს უახლესი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით, რომლებიც შექმნილია მედიცინის მომავლის გარდასაქმნელად. და რამისა ChatGPT ეხლა აშშ-ის მომხმარებლებისთვის ChatGPT-ში ჯანმრთელობის სერვისი იწყებს, რადგან ყოველ კვირას 300 მილიონზე მეტი ადამიანი მიმართავს ChatGPT-ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვებით. და ამას გიტოვებთ. დაივიწყეთ MMA. ჩინეთმა ახლახან დაიწყო მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტების საბრძოლო ლიგა. შენჟენში 32 გუნდმა იბრძოლა ოქტაგონში. სადაც ისინი იყენებდნენ იდენტურ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ რობოტებს და იბრძოდნენ 1.5 მილიონი დოლარის პრიზისთვის.
მაგრამ ეს მხოლოდ რობოტების კიკბოქსინგი არ არის. ინჟინრები ამბობენ, რომ ყოველი დარტყმა და ყოველი დაცემა ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებას, რაც გვიახლოვებს იმ მომენტს, როცა სახლის რობოტები შეძლებენ დაგვეხმარონ ყოველდღიურ საქმეებში და ემოციურადაც დაგვიკავშირდნენ. ესე რომ ეს ძალიან სახალისო იქნება. უბრალოდ დარწმუნდი, რომ ამ რობოტებმა რომელიმე არ გცემს, სანამ შენ სარეცხს რეცხავს. და ეს არის ყველაფერი, რისთვისაც დღეს დრო გვაქვს. მე ვარ თქვენი წამყვანი ლიმ პლახმეიერი. შემოგვიერთდით მომავალ კვირას ინოვაციის ახალი ეპიზოდისთვის. გმადლობთ ყურებისთვის და თელ-ავივიდან გისურვებთ მშვენიერ დღეს, სადაც არ უნდა იყოთ.